ანტონ ჩეჩინის სასამართლოს ხდომა უკვე დასრულებულია. დღეს საქალაქო სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს და გადაისინჯა აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა მოსამართლეს მიმართა თავად ბრალდებულმა განსაჯელის სკამიდან, თუმცა ჯობენ ნაჭყებიამ განმარტა, რომ ვერ ხედავს ახლა იმის საჭიროებას, რომ აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა შეიცვალოს, რომ ძალაში არის ყველა ის საშიშროება, მაგალითად მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, რომელიც შეიძლება არსებობდეს ანტონ ჩეჩინის შემთხვევაში, ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატიმრობა ისევ ძალაში დარჩეს. ამ დრომდე გამოძიებული არ არის, საიდან აღმოჩნდა ეს ნარკოტიკული საშუალება ჩემს ტანსაცმელში. პროკურორის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ მე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შემთხვევაში მართლმსაჯულებას და პასუხისმგებლობას თავს ავარიდებ, ეს როგორ უნდა მოხდეს? საზღვარს ხომ ვერ გადავკვეთავ, ის კარგად არის დაცული. არ ქონა იმის მოლოდინი, რომ რეალურად გამოდოს სასამართლო პროცესზე, ან თუნდაც შემდგომ პროცესებზე, როცა მოხდება გადასინჯვა კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, ამ შემთხვევაში პატიმრობას გულისხმობა არ იქნება შეცვლილი სასამართლოს მხრიდან. სამწუხარო ფაქტია, თუმცა ნამდვილად არ გვაქვს ამის მოლოდინი. რეალურად მიმალვის საფრთხე ფიზიკურად ვერ იარსებებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი იმ რეჟიმს გამოაქცა რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც დღესაც მართავს რუსეთის ფედერაციას. უბრალოდ ლოგიკას მოკლებული არის, რომ იმ ქვეყანაში გაიქცა, საიდანაც დევნილი ხარ. სასამართლო მოიცნო მხარით პოზიციები და მიზეზით მიიჩნია ანტონ ჩეჩინის მიმართ გამოყენებული პატიმრობა დარჩენილი იყო ძალაში. ჩვენ მოვისმენთ მოწმეთა-ჩვენებები, უშუალოდ შერაშმონაწილე გამომძიებლების ჩვენებები, რომლებიც დაადასტურეს, რომ ანტონ ჩეჩინის პირადის გამოგებული ნარკოტიკის საშუალება, ჩვენ გამოვიკვლიეთ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასმა, რომელსაც დაადასტურა, რომ ნარკოტიკის საშუალების შესახებ მასალაზე აღნიშნებოდა ანტონ ჩეჩინის ბიოლოგიური კვალი და ეს მტკიცებულება საკმარისია უკვე, რათა დადგინდეს ეს მტკიცებულება ნარკოტიკის საშუალება ეკუთვნოდა თუ არა ანტონ ჩეჩინს. ანტონ ჩეჩინს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. დანაშაულის დაამტკიცების შემთხვევაში პროევროპული აქციების მონაწილეს 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.